თუ ნაციონალურ მოძრაობა საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და დატოვებს ალიანსს, უნდა გქონდეთ თუ არა ალიანსის წევრებს, ვისაც დღემდე იმედი აქვთ, რომ არ ვიცი გადაწყვეტ მათ რიგებში გაერთიანებას, ხომ არ გაიზრდება ეს შანსი, მათი სურვილების ახდენის შანსები ხომ არ გაიზრდება თქვენთან მიმართებაში. მოგესალმებით ქალბატონებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. თქვენ შეკითხვაზე ჩემი პასუხია არა. არა და არასდროს? არა, ეგ არ მithქვამს, უბრალოდ არა. ანუ არც იმ შემთხვევაში თუ ნაციონალურ მოძრაობისა და ასე ვთქვათ ალიანსის გზები გაიყო? არა. მაინც არა. არა. არა, მაგრამ აი არა და არასდროს რა უდგას წინ? რავი, არა, არ მაინტერესებს რა კონფიგურაცია იქნება, უბრალოდ არაა ჩემი პასუხი. კი ბატონო, არც ის გაინტერესებთ ნაციონალურ მოძრაობა თუ აი ამ ახალი დაანონსებული ცვლილებებით კიდევ უფრო გაძლიერდება და მათი სახით თქვენ ან პირდაპირ კონკურენტი გაგიჩნდებათ, ან ხო პირდაპირ თქვა აგერ თენგო თევზაძემ, რომელიც ალიანსის წევრი არის, ნაციონალურ მოძრაობა უნდა ჩამოყალიბდეს 2028 წლის კამპანიაში ყოფნა უნდათ თუ რჩებიან აი ამ პრინციპების და ღირებულებების ერთგული, რომელიც რეალურად ყველა არადემოკრატიული არჩევნების მიმართ ბოიკოტის რეჟიმს გულისხმობს. არც ამ მხრივ არ არის მათი საომავლო ნაბიჯები თქვენთვის საინტერესო? არა, მაგ ეპოპეის ეგ ნაწილიც ჩემთვის არ არის საინტერესო. ბოდიშის მოხდით თქვენთან ქალბატონებო. რა ვიცი, რაც უფრო მეტი ოპოზიციური პარტია მიიღებს ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას, როგორ შეიძლება ეს თქვენს ინტერესების მიღმა იყოს ეს საკითხი. შეიძლება მე რაღაცა ისეთი პოლიტიკური არ მაინტერესებს რა ხდება სხვა პოლიტიკურ ფორმაციებში, მაინტერესებს რა ხდება ჩემს პოლიტიკურ ფორმაციაში და მაინტერესებს რა ხდება ჩემს ქვეყანაში. ხო, კი ბატონო, თუმცა რელოსგანაც მომისმენია, რომ ბოიკოტი არც ერთ შემთხვევაში არავითარ კომენტარს არც ერთი ფორმით ამ პროცესზე. მე კი არ გაიძულებთ რაღაცა კომენტარ. არ მინდა ხა მე საკითხს მისვოთ, არ მაიძულებთ, მაგრამ ვთქვით, რომ მაინც რაღაცა ფორმით ამაზე ვალაპარაკოთ და არ ვილაპარაკებ ამაზე, რა ფორმითაც არ უნდა ვცადოთ. ვიცი რომ თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ, მაგრამ არც მე ვარ გამოცდილი პოლიტიკოსი. ხო, მაისმის აბსოლუტურად, უბრალოდ მეც ხომ აქვს უფლება რომ რაღაცნაირად არგუმენტები დავურსო ჩემს შეკითხვას. ხო, ანუ თქვენს გარდა კიდევ მაყურებელი ხომ მისმენს, არ მინდა მაყურებელს დარჩეს და რომ მე მხოლოდ ცნობის მოყვარეობის გამო გეკითხებით და ვცდილობ რაღაცა სკანდალური ან ნეგატიური კრიტიკული წამოგაცდენინოთ, რა ვიცი, ან ნაციონალურ მოძრაობაზე, ან ალიანსზე. იმიტომ რომ თქვენგანაც ხშირად ამ ცელობასაც პატივს უბრალოდ ხო გაგიჭირდება. სხვა რამეს ვამბობ, სხვა რამ არც ვაპირებ ხა იძულების, ზოგადად იძულება არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი, პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. უბრალოდ მე მახსოვს მათ შორის ლელოს განცხადებები, რომ ზოგადად არჩევნების მიმართ ბოიკოტი არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იმ თავარი მიზნის მისაღწევად, რაც არის ქართული ოცნების დამარცხება. ამიტომ მეც დამიტოვეთ უფლება, რომ ჩემს საქართველოს ქალბატონებმა ამ პოზიციაზე რჩება. საარჩევნო ბოიკოტს არასდროს არაფერი კარგი არც ერთ ქვეყანაში და მით უმეტეს არც საქართველოში არ იქნება ამ ფორმით გამოყენს არ მოუტანია. ეს არის პოლიტიკური უგუნურება და აბსოლუტური სისულელე დააჯერო საკუთარ ამომრჩეველს, რომ საარჩევნო ბოიკოტს რაიმე პოზიტიური შედეგი მოყვება, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც აი ავტოკრატიისკენ სწრაფი შუა მიმდინარეობს. სისულელე არის აი ეს აზრი, სისულელეა ამ პოლიტიკური აზრის დამკვიდრების მცდელობა. და მავნებლობა ამ აზრის განვითარება პოლიტიკურ. ხო, ამიტომ მეც ერთსაც ვიტყვი ამ თემას და ეს თემა დავასრულო, სხვა თემებზე მინდა გადავიდე აუცილებლად. ხო, ამიტომაც მეც დამიტოვეთ უფლება არ მჯეროდეს, რომ ლელოსთვის არის სულ ერთი ნაციონალურ მოძრაობა გამოვა ბოიკოტის რეჟიმიდან და იფიქრებს სამომავლო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თუ არა. სწორედ აი ამ გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, რომ არჩევნებში არ მონაწილეობა არის უგუნურება. არა, მე არ გთხოვთ ამაზე პასუხს, უბრალოდ ჩემი პოზიცია დავაფიქსე. ეხლა რაც შეეხება კობახიძის გუშინდელ ბრიფინგს, ვიდრე დღევანდელ ბრიფინგზე გადავალთ, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას თამამად ხო, მაქედან დავიწყებ. შეიძლება ითქვას თამამად, რომ კობახიძე არის საქართველოში რეკორდსმენი პრემიერი ბრიფინგების რაოდენობით. ამდენი ბრიფინგი
არ გაუმართავს მე მგონი არც ერთ პრემიერს, მაგრამ გუშინდელი ბრიფინგი იყო ნამდვილად განსაკუთრებული, რამაც ბუნებრივია გააჩინა ვერსიები რა რჯიდა. რა მაიძულა, იმიტომ რომ არც არანაირი ასე ვთქვათ საინფორმაციო საბაბი არ ქონდა ბიძინა ივანიშვილი ასე ეკოდა ედიდებინა. არც ივანიშვილის დაბადების დღე არ იყო და არც ქართული ოცნების როგორც პარტიის დაფუძნების თარიღი. ეთანხმებით თუ არა იმ ვერსიას, რომ ის ძალიან დაიტუქსა ბიძინა ივანიშვილისგან იმის გამო, რომ მისი სათანადოდ დაცვა ვერ შეძლო ოპოზიციასთან გამართულ დებატებზე. არა, არ ვეთანხმებ გამოსაზრებას მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა. შესაბამისად ეს ჩემთვის არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც არ შევალ. ერთი რამ ცალსახად ვიცი, მე შემიძლია უფრო ფართო სურნათში შევხედო და გავაანალიზო ვითარებას, ეს შემილია და ამაზე ვივარავდო. გამომდინარე იქიდან რა პროცესებიც მიმდინარეობს. პროცესები შემდეგი არის. არ მგონია რომ ეს დებატებზე დადიოდეს ცალსახად ქალბატონებმა. უბრალოდ თქვენ ხედავთ რა ხდება ივანიშვილის თავს. ივანიშვილს ან კობახიძე აჯერებდა ან არ ვიცი რაღაცა სიზმარში და ეს სიზმრა იმ სხვა შამანმა უთხრა რომ შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან მოახერხებდა პოლიტიკური კონსენსუსის ფორმას და დაალაგებას ისე რომ სტატუს კუო შენარჩუნებული ექნებოდა აი ამ რაღაცა ველური პროვინციული დიქტატურისა, სადაც პოლიტპატიმრები არსებობენ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები გათელილია, კონსტიტუცია არ ფუნქციონირებს და ქვეყანას ჩრდილიდან ბანდიტურად მართავს ვიღაც კაცი. ამ სტატუს კვოთი ეგონა და ამის ჯეროდა ეს ცალსახაა უკვე რომ ამის ჯეროდა რომ ამ ფორმით დაალაგება შესაძლებელი იყო. ეხლა ამას კობახიძე და მისი გუნდი აჯერებდა თუ რაიმე სხვა ტარო გაშალა და იქ დაინახა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტი ერთია. იმ მოცემულობიდან ამოცემულობას დავინახეთ შეერთებული შტატების მხრიდან კონკრეტულად სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადების შემდეგ იმ პროცესებით რომელიც კონგრესში წავიდა ერთხმად მიღებული აქტი და ამ შემდეგ აქ ივანიშვილმა დაინახა რომ ეს არათუ მიღწევადია აბსოლუტური ილუზია იყო. ანუ ივანიშვილი განრისხებულია ყველაზე, განრისხებულია თავის ბედზე, ის რჩება იზოლაციაში, ის თulis რომ ის არ არის უსაფრთხოდ, მისი კაპიტალი თulis რომ ისევ არ არის მასთან, შესაბამისად ის არის სანქცირებული ისევ, შესაბამისად ის არის განრისხებული და ამ განრისხებულ კაცს კობახიძემ გადაწყვიტა რომ პოლიტიკურად თუ ვერაფერი ვერ გააკეთა, მაშინ მლიქვნელობის ერთ სესიას ჩაატარებს და იქნებ მლიქვნელობამ გადაარჩინოს. ასე გონიათ რომ ზოგადად ეს არის კაცობრიობასავით ძველი ამბავი, რომ კობახიძის მსგავსი პატარა ადამიანები ყოველთვის რაღაცა კათარზის მლიქნელობაში ამას რომ ის იყო მლიქნელობა და არა მე არ მივხვდი ქალბატონებმა გადარჩენის ასე ვთქვათ მცდელობა ივანიშვილი ვერ მიხვდებოდა ხო გავიგე თუ ვინმე მე მგონია რომ ივანიშვილს ესეთი რაღაცები ზოგადად მოსწონს. შეხედეთ ქალბატონო ემა მე დავეთანხმებ მე მგონი თქვენს ეთერში თქვა ბატონმა ხუხაშვილმა თუ არ ვიცი მანამდე და სწორი რაღაც თქვა რომ ქართული ოცნება გასულია იმ მოდელიდან, რასაც კლასიკური პოლიტიკური პარტია ქვია და ეს დაგვიდასტურა კიდევ ერთხელ ბატონმა კობახიძემ და ვინმე თუ ვერ გაიგო განსაკუთრებით დებილებისთვის დღეს გამოვიდა პაპუაშვილი და თქვა რომ არა ხალხო ჩვენ ინსტიტუციები ბოდიშით ამ სიტყვისთვის ფეხებზე ვკიდიაო ინსტიტუციები არ გვაინტერესებს ჩვენთვის პარტიული ერქია მთავრობა პარტიული ერქიაში ეს კაცი ატამანიაო და ის წყვეტს ყველაფერს და ჩვენ ყველანი დანარჩენები არარაობები ვართო ორმა კაცმა ორი სახელმწიფო შტოს ხელმძღვანელმა არ ვიცი ხომ რუსიძე გამოიყვანა კიდევ მაგრამ სასამართლო საკანონმდებლო და აღმასრულებელმა თქვა თქვენს რომ ჩვენ არარაობები ვართო ის კაცია ყველაფერი ის რასაც დაგვაქვს დღეს გამოვიდა და ღმერთმა უწყისო არ ვიცი უკვე რაღაცა საკრალურობის აბსოლუტურად ავადმყოფურ ფორმაში გადადის ეს ყველაფერი ღმერთმა უწყისო ღმერთი რა შუაშია ივანიშვილი წყვეტს კობახიძე იქნება თუ არ იქნება მაგრამ აქ ჩანს რომ მე მგონი ღმერთთან ძალიან უცნაური დამოკიდებულება გაუჩნდა ბატონ კობახიძეს საკრალიზაცია ხდება აი ეს ხო სექტანტური პრინციპით მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ კაცის საკრალიზაცია ხდება მისი ქება რაღაცა ლოცვის ფორმას იღებს და ეს ადამიანები ამით არიან დაკავებული ხა ეს ხო პირველი არ არის იხილეთ მისი ნახილი პარლამენტში და იხილეთ პრემიერ-მინისტრი რა უსუსულ მდგომარეობაში ჩავარდა ხა ლოგიკურ ახსნას თხოვდა და ლოგიკური ახსნა არ არსებობს რაციონალური ამან გააჩინა ვერსიები რომ აი მოახლოვდა რატო შეიძლება კობახიძის როგორც პრემიერის აღსასრულის დღე და შესაძლებელია ივანიშვილმა ხო ისიც შეცვალოს. არ ვიცი, აი შეხედეთ
ის მოცემულობა მარტივია, ეს არის ვარაუდები და მოცემულობა მარტივია, თქვენ დაიწყეთ ძალიან სწორი ფორმულირებით. საინფორმაციო საბაბის არსებობის გარეშე კაც გამოვიდა და 28-ჯერ აღმატებულ ხარისხში თითქოს მართლა ერთგვარი ლოცვა იყოს ახსენა ივანიშვილი, რომ ის არის ღმერთი, გროსმაისტერი, საოცრება, რა ვიცი, ერისკაცი, მოვლენილი ხო რაღაცა რომ ის რჩევებს აუცილებლად ასე ვთქვათ ანგარიშს უწევენ, ფასდაუდებელია და რა ვიცი, ისტორიაში უნდა ჩაიწეროს სამყაროსი, რომ ასეთი დიდი ადამიანი ხო. ეს სიგიჟე ხო, ეს ხო რაღაცა ჩვეულებრივი ისტერიული აქტი იყო, მეტი არაფერი და ისტერიული აქტებით არიან დაკავებული ადამიანები, ანუ ის როდესაც ადამიანს რაღაც ეშინია, როდესაც რაღაც ადამიანი არ არის ადეკვატური, როდესაც ადამიანი არ არის რაციონალური, ისტერიული ფორმას მისი კომუნიკაცია განსაკუთრებით საჯარო ასეთ მომენტებში იძენს. შესაბამისად, მე შემიძლია რაღაცა დიდი კაცობრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე ვთქვა, რომ ეს კაცი არ იყო კარგ მდგომარეობაში გუში და ის კაცი ვისაც აქემდა ისიც არ არის კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ სჭირდება ეს აშკარად, საჯარო თავს უფრო უსაფრთხოდ გძრობს თუ ვიღაცები რაღაცა ლოცვის ფორმით კითხულობენ მის შესახებ. სხვა რაციონალური ახსნა არ აქვს, საგიჟეტია ჩვეულებრივი, ხო? ჩვეულებრივი საგიჟეტია, აი როდესაც პოლიტიკურ პროცესში ხედავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციით ქვეყნის მმართველს, რომელიც გამოდის მუხლ დაჩოქილი იძახის, რომ ვიღაცა არის ღმერთიო, ჩემი პარტიის თავმჯდომარე, კონსტიტუციასაც აბიჯებს, საზოგადოებასაც აბიჯებს. ქართული სხვა ლიდერებმა თქვენს რომ კრიტიკითო და გაბაიბურებითო ვერ დაგვაკომპლექსებთო, იმიტომ რომ ვცდილობ ქალბატონი ისა რა, მე მგონი მართლა ბულინგის მსხვერპლია და უთანაგზნობ ქალბატონ წილოსანს, იმიტომ რომ აშკარად რაღაცა ბავშვობაში სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული, იმიტომ რომ გაუთავებლად იმეორებს დასრული ადამიანისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ ტერმინ ბულინგს და ვინ აბულინგებს, რასიკვდილად გვინდა ამ ხალხის ბულინგი საკუთარ თავს რომ უყურებენ სარკეში ეტირებათ უკვე ალბათ ამ ყოლაფრიდან და ერთმანეთზე არიან გადარეულები და აი ამ ისტერიკაში არიან ესენი გამოდიან იქ ვიღაცა დეპუტატი ჭიჭინაძე ყავთ ის აი ძალიან კარგი ბიზნეს არაფერი არ აქვს თქვენი სალაპარაკო საგიჟეთია მართლა ჩვეულებრივ კაცოთა ცოტა გვერდიდან რომ დავდგეთ და ეხა შევეცადოთ რომ დავინდომ შევხედოთ ამ ყოლაფერს მართლა ერთი დიდი საგიჟეთია კაცო რეებზე ლაპარაკობენ საერთოდ რა დღეში არიან თქვენ ეძახეთ საგიჟეთი და დღეს ვნახეთ რომ ძალაში შევიდა სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება სამშობლოს ღალატია და გადავიდეთ ჩინეთთან. აი რატომ არის სამშობლოს ღალატი? დღეს ჩვენ ვნახეთ რომ ირაკლი კობახიძე იდგა და ბოლომდე პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს რით ჯობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან იმ სტრატეგიულ პარტნიორობას რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან თქვა რომ ის იყო ფურცელზე დაწერილი და არანაირი რეალური შედეგები და სიკეთე საქართველოსთვის არ მოქონდა. მისგან განსხვავებით, ამერიკისგან განსხვავებით, ჩინეთი გვიყურებს ჩვენ როგორც თანასწორ პარტნიორს. ჩინეთი უყურებს მას როგორც თანასწორ პარტნიორს და შეგახსენებთ ქალბატონებმა რომ უდიდესი აღლუმი ჩაატარა შარშან ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა სი ძინპინმა და ესეთ უდიდესი აღლუმი იყო უნდათ რაღაც მოსკოვი გაზთვის გადაეჯოკრათ და აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ლიდერი ვისაც ისინი მოკავშირეებად თვლიან სტრატეგიულ პარტნიორებად მიწვეული იყო მათ შორის ჩვენი რეგიონიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ არარაობებიდან არავინ არ მეუწევია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მეიწვია. ქართული დელეგაცია ამ აღლუმზე არ იყო მიწვეული და რა თანაბრად თუ უყურებს, ბიდუნ აღლუმზე მაინც ხო, მაშინ არ იყო შესული ძალაში ეს პარტნიორული ურთიერთობა. არა, ქალბატონებმა პარტნიორობა შესული იყო. ხელმოწერილი იყო, მაგრამ ახლა როგორც ჩანს რეალურად დამოქმედ 25 წლის დასაწყისშივე გაიხსენეთ კარგად. გამოგვიცხადეს რომ ისინი გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები. სტრატეგიული პარტნიორები არ არიან სომხები და ჩინელები, მაგრამ სომხეთი იყო დაბადიჟებული და ესენი არ იყვნენ დაბადიჟებული. ვიცით რატო არ იყვნენ დაბადიჟებული? იმიტომ რომ ნულოვან პატივს სცემენ ასეთ პოლიტიკურ არარაობებს როგორც არის კობახიძე რომელიც ამბობს ეხათო რომ ყველა ისედაც კარგად იცის საქართველოში და საქართველოში გარეთ რომ ის არ არის პირველი კაცი ის არის კაცის კაცი და ამიტომ ასეთ ხალხს სი ძინპინი ავტოკრატების შეკრებაზეც კი არ ეპატიჟება ასეთია პროვინციული ვასალური დიქტატურის კობახიძე დღეს სრულად კი რა არის ცუდი ჩვენ თუ კი ჩვენ სოფლიოში ყველაზე დიდ ბაზართან და ყველაზე მძლავრ ეკონომიკასთან გვექნება სავაჭრო ასე ვთქვათ ეკონომიკური ურთიერთობები ხო რატო რა აუცილებლად დაუთმოთ ამას ცოტა დრო იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა რომელსაც უშნოდ იყენებს პროპაგანდა და არის ტყუილი ეს რომ ეკონომიკური გზებით უნდათ რაიმე დაკავშირება მოგახსენებთ
რა შეიძლება პირველ რიგში ვიტყვი. რა განსხვავებაა აი ამათ რაღაცა ფარტხალსა და თქვათ ადარებენ საკუთარ თავს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობას. ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა არის ორი მთავარი სუპერ ძალის ურთიერთობა, სუპერ სახელმწიფოს ურთიერთობა, რომელთა შორის ბალანსიც დღეს დაცული არის სწორედ სავაჭრო ურთიერთობებთან. ერთადერთი შემაკავებელი იმისა, რომ ეს ყველაფერი რაღაცა ერთგვარი ცივი ომის ფაზიდან არ გადაიზარდოს კონფლიქტში, იმიტომ რომ ჩინეთი არის ექსპანსიური ავტოკრატიული იმპერია. არის ძალა, ანგარიშგასაწევი ძალა. არა თუ ანგარიშგასაწევი ძალა. თავარი მტერი დემოკრატიული სამყაროსი ერთი და მეორე ამბიციური და აგრესიული სუპერსახელმწიფო. აი ეს არის ჩინეთი, რომელიც ერთადერთი შემაკავებელი რომ მისი იმპერიული ექსპანსია არ დაიწყოს ხალბატონოებმა, არის ის რომ არის გადაბმულობა და გადაჯაჭვულობა შეერთებული შტატებისა და ჩინური ეკონომიკების. სავაჭრო ურთიერთობები, სახელმწიფო ვალის მოცულობა, ერთმანეთის ვალის ფლობა, ამიტომ ეს არის ერთგვარი რაღაც ცივი ომის დროს რაც იყო რუსეთთან, საბჭოთა ცივი ომის დროს რაც იყო ავტომური იარაღის შემაკავებელი ფაქტორი, დღეს ეს შემაკავებელი ფაქტორი არის გლობალური ვაჭრობა და ჩინეთ-ამერიკის შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ერთი საკითხი გვერდზე გავწევთ. მეორე, არავინ არ არის საქართველოს წინააღმდეგი იმისა, რომ ჩინეთთან მქონდეს სავაჭრო ურთიერთობები. ყველა ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს ჩინეთთან, საქართველოსაც მილიარდ 800 მილიონის პროდუქცია შემოდის, 300 მილიონის გადის მხოლოდ. ეს არის სავაჭრო ბალანსი, რომ ეს მოდეს ყველას, რომ საქართველოს ჩინეთთან ჯერჯერობით განსაკუთრებული სარგებელი არ უნახია და მესამე, რაში აისახება თანამედროვე სამყაროში სავაჭრო ურთიერთობები და ის სიკეთე, რაც უნდა მოიტანოს ეკონომიკა. აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ქალბატონოებმა. ეს არის პირველი რუსეთის ეკონომიკის სტუდენტი, რომ გააჩეროთ, გეტყვით, პირველი არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რისი მოცულობაც განსაზღვრავს ერთი ქვეყნის ინტერესს მეორე ქვეყანაში. იცით რამდენი იყო იმ ქვეყნის საქართველოში ინვესტიცია, რომლის ეკონომიკის მოცულობა $20 ტრილიონ აღემატება. 20 ტრილიონი დოლარის ეკონომიკის ქვეყანამ საქართველოში 2025 წელს დააბანდა $22 მილიონი. $22 მილიონი არის პირდაპირ ჩინური ინვესტიცია საქართველოში 2025 წლის მანძილზე. სასაცილო რიცხვები არის. $22 მილიონი საქართველოში დებს ერთ-ერთ ნებისმიერი სამშენებლო კომპანია. ახლა ხომ ჩვენ ვამბობთ რომ ახალ ეტაპზე გადადის. არაფერ ახალ ეტაპზე არ გადადის. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ეს მდგომარეობა. არ ვიცი, მე წაკითხული მაქვს ეს დოკუმენტები, რომლებიც ამბობს რა ურთიერთობები არის, მე ვიცი რიცხვებში რა ურთიერთობები. რიცხვები არის ეს $22 მილიონი. წერტილი, მეტი არაფერი. მაშინ რა საფრთხეები შეიცავს ჩინეთთან აი ამ ტიპის დაახლოება ეს მითხარით, აი რა საფრთხეები შეიცავს? 18 მილიონი იყო 2 წლის წინ მაგალითად. ჩარჩან 2025 წელს 23-ში იყო 18 მილიონი, 25-ში იყო 32 მილიონი. ვარდნა ამაში. ეხლა შეხედეთ რა არის სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან. რა არის საფრთხე? საფრთხე არის ის, რომ ჩინეთი არის მთავარი ტერი დემოკრატიული სამყაროსი და საქართველოს დაახლოება ჩინეთთან. ეხლა კონკრეტულად ამ მომენტში, როდესაც შეერთებულ შტატებმა პოლიტიკა განსაზღვრა და გითხრა რა უნდა გავაკეთოთ. აი დაახლოებით ასეთი პასუხი ქონდა. კი, მესმის, ვიცი. რატო დადის და იმიტომ რომ სოფლიო გადარჩეს შემდგომ გიგანტურ კონფლიქტს, რასაც მესამე სოფლიო ის არგუმენტები რა არგუმენტებითაც საუბრობს. არის ნულოვანი, ამიტომ თქვი მთელი სამხელა ამბობს. თორე ეს იმას არის შენს რომ მე ამ არგუმენტებს ვიზიარებ. დაწინაურებულ თქვენ ამ არგუმენტებს აზრით. მეორე ნაწილი ამ ყველაფრის არის რა? საქართველოს რატო არის? საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი ამას დღეს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად საპირისპირო გააკეთოს იმისა, რასაც საქართველოსგან ითხოვს მისი 10 წლეულების პარტნიორი შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ერთი, მეორე. რისი იმპორტიც უნდათ საქართველოში ჩინეთიდან დღეს? ეს რამე ეკონომიკური სიკეთე კი არა, იმიტომ 32 მილიონია ეკონომიკური სიკეთე, მეტი არაფერი არ არის. არაფერი. ანაკლიის სპორტში შემოვლენო და მესამე წელი ანაკლიის სპორტში არ შემოდიოდა. რისი იმპორტიც უნდათ საქართველოს ჩინეთიდან? ეს არის ჩინეთის ავტოკრატიული მმართველობის მოდელის. რისი დაბრუნებაც უნდათ საქართველოში? არის ჩინური მმართველობის მოდელი და ბოდიშ ვიხდი საქართველოში კომუნიზმი გადავაგდეთ 91 წელს. საქართველოს დაჭერდა ეროვნული მოძრაობა 99 წლის 9 აპრილი იმისთვის რომ ამ ქვეყანაში დამთავრებულიყო კომუნიზმი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამაში როგორ დაეხმარება? ჩინური მოდელი შეხედეთ ჩინეთიდან ეკონომიკური სარგებელი ვერ მოაქვს. ამაზე შევთანხმდით. რიცხვები ამას ადასტურებს, რომ ჩინეთიდან ეკონომიკური სარგებელი ვერ მოაქვს. რა მოაქვს ჩინეთიდან? რა წამოიღეს? შეხედეთ რა წამოიღეს? წამოიღეს ჩინეთიდან თვალთვალის გლობალური სისტემები და ეს კამერები ჩინური არის თბილისში და დგას და უთვალთვალებს ნახევარ საქართველოს. წამოიღეს აი ეს რაღაცა ჭავლის მანქანები და სხვადასხვა ავტოკრატიული ტიპის აი დამშლელი პროდუქცია
და ეხა უნდათ რომ საქართველოს შემოიტანონ თავიდან კომუნიზმი. კომუნიზმი უნდა შემოიტანონ. ამ მართლა 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეებს საქართველოში უნდათ რომ ბოლშევიზმი დააბრუნონ 21 საუკუნეში. გამიგია, მაგრამ 1921 წელს პოლიტიკური წყობის ინვესტირება უნდა რომ პოლიტიკური წყობა შემოიტანონ, იმიტომ რომ ეკონომიკური არაფერი არ შემოდის. კობახიძემ და ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში მოახდინონ ჩინური კომუნიზმის იმპორტი. ნახე კიდევ ერთი არგუმენტი. საქართველოში კომუნიზმი არ უნდა აი ამ რაღაცა კომუნისტური წყობის გადმონაშთების გარდა. ქართული ხალხი ამას არ მიიღებს. ჩვენ კომუნიზმს უთხარით არა. ამაში არ დაბრუნდებით ახლა. პოლიტიკური ურთიერთობების კარგი, აი ბოლო შეკითხვაც, უბრალოდ ბოლო არგუმენტი, რომელიც დღეს კობახიძისგან მოვისმინეთ, მან თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების გარეშე, ანუ პოლიტიკური ურთიერთობების დათბობის თუ აწყობის თუ დალაგების გარეშე არ არსებობს უფრო ესეთი ინტენსიური ეკონომიკური და სამაჭრო ურთიერთობები. ქალბატონებმა ლაპარაკი. რა პოლიტიკური ამაზე ვერ მივიღე პასუხით რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს გვერდში არ უდგას არც ერთ საკითხში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ გაეროს რეზოლუციას თუ გვეუბნებათ მაშინ არც ისრაელმა არ დაუჭირა მხარი. რეზოლუცია კონკრეტულად ისრაელიც არ უჭერს და პრობლემაა ეს. მე ვინ ამბობს რომ კარგია. ისრაელთან ეს ურთიერთობა გასარკვევია. საერთოდ წარმოვიდგინეთ ახსნას იმისი ისრაელის кейსი რა არის, ან ჩინეთის кейსი რა არის. ჩვენი მეგობარი ქვეყანად ვინც ითვლება ის ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას პატივს უნდა სცემდეს. ის უნდა თვლიდეს რომ საქართველოში 300,000-ზე მეტი დევნილი თავის საცხოვრებელში უნდა დაბრუნდეს. ამას წერტილი უნდა დაუსვო. ქართული დიპლომატიის კრახია. თუ ისრაელი არ ცნობს ამას და თუ ჩინეთი არ ცნობს. იმ დოკუმენტში, რომელსაც თქვენ სტრატეგიული ურთიერთობის დოკუმენტი გავატონებმა, ჩინეთთან ჩვენ ვცნობთ ერთიან ჩინეთს, აი ამ დოკუმენტის მიხედვით, ერთიან ჩინეთს ვცნობთ, ანუ ტაივანს უგულებთ. ო, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. ეს დოკუმენტი არის ასიმეტრიული. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სწორედაც რომ ცნობს, მაგრამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, ხო ეს რა თქმა უნდა. სრულფასოვნად არ მაინტერესებს ეგ დეტალები. არ ცნობს სრულფასოვნად ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, დოკუმენტში, სადაც აი ასეთი ურთიერთობა არ არის დალაგებული, მე თუ ერთიან ჩინეთს, ერთ ჩინეთს ვცნობ, შენ რატო არ ცნობ საქართველოს სრულ ტერიტორიულ მთლიანობას, ეს დოკუმენტი ვინმეს თუ მიაჩნია, რომ არის სწორი და თანასწორუფლებიანთა შორის, ის სიღრმისეულად ცდება. ეს არის ღალატის დოკუმენტი. ეს არის საქართველოს ინტერესების ღალატი. ეს არის 21 წლის 25 თებერვლის დაბრუნება 2026 წელს, როდესაც აი ეს რაღაცა ორჯონიკიძის მსგავსი არარაობები, კობახიძეები და სხვები ცდილობენ საქართველოში 21 საუკუნეში მოაბრუნონ კომუნისტური მართლობა ჩინეთის გავლენით. ეხლა რუსეთით არ გამოვიდათ, ეხლა ჩინეთიდან სამოშორ რუსეთის მზად არის რომ გავახრმავოთ კავშირებიო, სუფთა გულით ვაკეთებთ ამასო. დღეს ზახაროვას განცხადება იყო, რუსეთიც მზად არის. ზახაროვას თელა მის იმაში რა ქვია, ლეშში ერთი ნატამალი, ერთი გრამი არ არის სუფთა. ეს არის სიბინძურის განსახიერება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული შემადგენლობით, ამას რომ სრული პასუხისმგებლობით და ქალბატონ ზახაროვა გამონაკლისად ამ ყველაფრიდან არის სრული სიბინძურე. თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სიბინძურე, პოლიტიკური ბოროტება და არაფერი წრფელი გულით გაკეთების თავი ამ ხალხს არ აქვს, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ სიბინძურეს და ბოროტებას. მათი განცხადებები შესაძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, პროვოკაციული და გამიზნული, რომ მეტი, ასე ვთქვათ, მეტი ჩრდილი ეს არის პატრონის განცხადება თავის ვასალებზე. ეს არის იმ განცხადების გაგრძელება, რასაც ლავროვი აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში. რომ საქართველოს მწვანილს გაყიდეს რუსეთში და ამისთვის ეს არის დიდი დამსახურება ქართული დღევანდელი მმართველების. აი ამ სამარცხვინო რეალობას საქართველოს ხალხი არ მიიღებს ქალბატონებმა. ჩინეთიდან კომუნიზმის იმპორტს და დაცემულობის განადგურებულობის, წაგებული ომის და გათელილი ვასალის მდგომარეობის იმპორტს რუსეთიდან. არ მიიღებს უბრალოდ. არა თუ კობახიძეს აქვს დღეები დათვლილი. აი ამ ბოდიშით და პოლიტიკურ საღორეს, რომელსაც ეს ხალხი წარმოადგენენ, ამ ყველაფერს აქვს დღეები დათვლილი. საქართველოს არ მიიღებს დიპლომოების მმართველობას ამ ქვეყანაში, იხილეთ რა დღეში არის საქართველოს პარლამენტი. მე და თქვენ ბედს ვსყვეტენ ადამიანები და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ბედს ვსყვეტენ ადამიანები, რომელსაც უნივერსიტეტები რაღაც საჯარო ტუალეტებში აქვთ დამთავრებული, დიპლომებს ვერ პოულობენ, ზოგ საერთოდ დიპლომიც არ აქვს. აი ეს ხალხი მართავს ქვეყანას. საქართველოს გადაწყვიტოს და ქართულმა
ხალხმა უნდა აი ეს ჩამომპალი მმართველობა კომუნიზმის შემოტანა 21 საუკუნეში ჩინეთიდან იქნება რუსეთს და საერთოდ არ მაინტერესებს კომუნიზმი ბოროტება საიდანაც უნდა შემოვიდეს აი ამ კომუნიზმის იმპორტი უნდა თუ არა საქართველოს და უღირს თუ არა კომუნიზმის იმპორტზე გაცვალოს დასავლური ფასეულობები საქართველოს ნამდვილი სახლი ევროპა და შეერთებული შტატები როგორც უსაფრთხოების გარანტი მადლობა